გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. მე ვარ კატო 6 წლის. ეს ჩემი და ჩემი მეგობრების რადიოა. მალე იმათაც გაგაცნობთ. ელენე, მარიტა, ნატალია, ნინა, აკო, ნიკო, იულია, ნუა. მოკლედ ყველას გაგაცნობთ. წელს სკოლაშიც მივდივარ. მართალი არავინ მეკითხება, რომელი სკოლა მირჩევნია? ფრანგული, ინგლისური, გერმანული თუ ქართული, ან საერთოდ მინდა თუ არა სკოლაში წასვლა. მაგრამ რას ვიზავთ? ჩემს დაბადების დღემდე ძალიან ცოტა დარჩა. ვისაც მე ჩავთვლი საჭიროდ და ვისაც ვენდობი. მარტო ისინი იქნებიან ჩემს დაბადების დღეზე. დიახ, ვიცი ზუსტად ეხლა რა გაიფიქრეთ. ჯერ 7 წლისაც არ არის. და მან რა იცის? ვის ენდოს და ვის არა. ძალიან კარგად ვარჩევ კეთილ და ცუდ ადამიანებს და მარტო მე კი არა. აბა დააკვირდით სულ პატარებსაც. კარგად დააკვირდით. როცა უფროსი ადამიანი თავზე ხელს უსვამს, ზოგს აძლევს ამ უფლებას, ზოგს არა. და ისე იშორებს ხელის საქმევით. ზემოთაც არ იყურება. ხო ასეა. ეს მერე რომ ისდებიან ადამიანები. ვეღარ არჩევენ კეთილ და ბოროტ ადამიანებს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ადვილად არჩევს კარგს და ცუდს. აი თუ არ გჯერათ. მარიტას ვკითხავ ახლა. ის ჩვენ შორის ყველაზე პატარაა. მარიტა დედა როგორია? კარგია. მამა? კარგია. ურსულა? ცუდია. კრუელა? ცუდია. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველა ის ცოდნა გაგიზიაროთ, რაც აქამდე დავაგროვეთ. სანამ სკოლაში წავალთ და ყველაფერი დაგვავიწყდება. ჩვენ პირველ რიგში თქვენთვის გავხსენით ეს რადიო. რომ მოგვისმინოთ! თქვენ უკვე დიდი ხანია დაგავიწყდათ. რამდენი რამე იცოდით, როცა ჩვენი ტოლები იყავით. ამიტომაც დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ ძალიან გჭირდებათ ჩვენი დახმარება. ჯერ სახელწოდება ვერ მოვიფიქრეთ. ჩვენი რადიოსი. მაგრამ არა უშავს. თქვენც იფიქრეთ ამაზე. ეს რადიო მე ჩემ მეგობრების დახმარებით გავხსენი. არც ისე რთული იყო. ინტერნეტში სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდეც შვენივრად შევდიოდი და გამოდიოდი. და რაც მინდოდა იმასაც პოულობდი და თუ რამეს ვერ ვაკეთებ, ჩემ უფროს დას და ძმას ვეკითხები. მართალია მიწევს მათი დაჯღანული სახეები სატანა, მაგრამ საქმისთვის ყველაფერს ვითმევთ. მეც და ჩემი მეგობრებიც. ელენეს თეთრ კარავში გაჩნდა ეს იდეა და იქ რომ შევძრებით, მე, ელენე და ნინა და უფროსებს რომ გონიათ, რომ იქ ბარბებით და პოლებით ვთამაშობ, ვიღებთ ჩუმად ვინმეს ტელეფონს, ან პლანშეტს და ასე კეთდება დიდი საქმეები. ახლა კი ჩემ ოჯახზე. ჩვენ გვაქვს დიდი ოჯახი, სადაც ერთად ცხოვრობთ. მე, დედაჩემი ნინი, ჩემი მამიკო ლაშა, ჩემი უფროსი და ანა, ძმა სანდრო და ბებია ჩემი ეკატერინა. ვის გამოც მქვია ეს სახელი, მაგრამ მე ყველა კატოს მეძახის. ბებო ჩემზე ზუსტად 60 წლით არის უფროსი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაზე კარგად ესმის ჩემი. ეხლა კი ვფრობ. ახლოს რომ გაგაცნოთ, ცოტა ხნით სამზარეულოში შევიხედოთ.
ხედავთ რომ ახლა დაძაბულობა ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები ცდილობენ ავიდნენ დედა რა ხდება ეს რა ამბავია სად ახარ ხალხო სად გაცივდა ყველაფერი ნინი ლაშა კატო მოდი ბებო მოდი ეს ჩემი ბებოა დროზე გაცივდა ყველაფერი რა მიირთვით აი ფაფაც გავაკეთე არ მინდა ფაფა მაშინ აი ეს კარტოფილის ღვეზელი ბებო ისეთი გემრიელია ისეთი რომ გაგიშდები ჩემი ლურჯი პერანგი სად არის ვერსად ვერ ვიპოვე არ არის არც კარადაში არც საკიდზე დარწმუნებული ვარ თავის ადგილზე კიდია ის პერანგი მაგვიანდება ხალხო დროზე კაცო არც ერთი არ ჭამ აბა რისთვის ვაკეთებ მე ამ ყველაფერს ვერ გავიგე ჰა რისთვის ვაკეთებ არ მინდა ეს ღვეზელი ამ დილაადრია ავადამის ეს ბაბაჩებია სულ რაღაცას ეძებს სულ რაღაც არ მოსწონს კაი რა გოგო სადმე დავსხდეთ და მომიყევი რა ჩაი დავლიოთ ერთად კატო დროზე გვაგვიანდება ეს დედა ჩემია სულ ტელეფონზე ლაპარაკობს და სულ დიეტაზეა არ ვიცი რა თუნდა ეს დიეტა ისედაც ისეთი გამხდარია კატო მოდი შენ მაინც შეჭამე რა ბებო ნუ მელაპარაკები როგორც პატარა ბავშვს არ მშია არ მინდა დამანებეთ თავი ეხლა კი საბავშვო ბაღში ვივდივარ დანარჩენ სხვა დროს მოგიყვებით აბა კარგად დროებით გამარჯობა ხომ იცანით კატო ვარ ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრის შემდეგ ძალიან ბევრი ამბავი მოხდა პირველ რიგში ის რომ ჩემმა ძმამ სანდრომ როგორც იქნა სკოლა დაამთავრა აი მაგას რომ უყურებდი მაგიტომ უფრო არ მინდა სკოლაში წასვლა სულ ეზარებოდა და სულ რაღაცას იგონებდა არა და ბებია ჩემი სანამ არ გამოაფხიზლებდა არ ეშვებოდა მოკლედ სანდროს დიდი წამება დასრულდა და როგორც ჩემი მშობლები ამბობენ მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს რა ცუდია სადმე წასვლა როცა არ გინდა და გაძალებენ აი მე სულ მიხარია საბავშვო ბაღში მისვლა და ჩემ მეგობრებსაც ძალიან უხარი აი თუ გინდა ვკითხავ ელენე ხო გიხარია საბავშვო ბაღში წასვლა ძალიან მიხარია ეხლა ჩემი სახლის ამბები ისე სამზარეულოში უნდა შევიჭიდო აქ სულ ტელევიზორია ჩართული მამა შენი ზარწველოდები შენ კი საათზე მეტი არას ტელეფონთან ხარ და ბებია ჩემი ჩვენ თუ არა ვარ ტელევიზორს ელაპარაკება ახლაც ვიღაცას ელაპარაკება შენ გაიხარ ეს ბიჭი გადასა ეს გოგო არ ვიცი რა ეს ვინ არის ბებო ვის ელაპარაკებოდი ამაზე პასუხს არასდროს არ მცემს დარწმუნებულია რომ ვერ გავიგებ ბებო არ გესმის ვის ელაპარაკებოდი კატო მოდი ბებო გენაცვალო ბებოს სიხარული რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ მელაპარაკები როგორც პატარას დედა კაი რა რით ვერ დაიმახსოვრე აღარ არის ეს ისეთი პატარა ენის მოჩლექით რო ელაპარაკო კაი ხო ლაშა როგორ არის ლაშა მამა ჩემია ხომ გახსოვთ რავი სიცხე აქვს ისევ მაღალი მამა ჩემი გაცივდა და სიცხე აქვს კატო დროზე ისაუზმე დღეს მე წაგიყვან ბაღში ეს თუ წამიყვან საუცილებლად დავაგვიანებ და არ მიყვართ ბაღში დაგვიანება მალე წავიდეთ რა დროზე ისაუზმე და აღარ დაგაგვიანდება კაი ხო დამისხრი ფაფა ეხლავე შენ შემოგევლოს ბებო ჩემი პატარა კიდევ პატარაო ხო? არაფერსაც არ შევჭამ. აი თუ ეგრე არაფერს არ შევჭამ.
არა, რა პატარა რას ამბობ ესე? ისევ თქვი ბებო, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. კაი, შევრიგდეთ, მასე ნუ მიყურებ, შენ შემოგევლე. დე, დღეს მეგვიან მოვალ სამსახურის მერე, გოგოებს ხვდები და კატო შენ გამოიყვანე ბაღიდან. ელენეც გესმის? გასაგებია. ელენე ჩემზე პატარაა, მაგრამ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. თანაც ჩვენი დედები კლასელები იყვნენ. ისინიც მეგობრობენ. უიმშია რა. სანდრო, სანამ სკოლაში დადიოდი, ერთხელ არ გაგიღვიძია დილი და ახლა რა ხდება? საქმე მაქვს. აუ, საქმე მაქვსო? ხო არ მომესმა. არა ბებო, ნამდვილად არ მოგესმა. დღეიდან სულ ამ დროს გავიღვიძე. არ მჯერა. კაი, სანამ დაიჯერებ, წოინ და ბუტებროდი გამიმზადე. გთხოვ დროზე. კი ბატონო, ბუტებროდი ყველით თუ ძეხვით? ორივე იყოს. იყოს ორივე, ახლავე. ისე სანამ ბუტებროდი გამზადება, ვნახოთ ერთი აქ რა ხდება. დიხანს ვიყავი დასული. ამ ზამთარს მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოვედი. სტამბულში მეც იშვიათად ვარ. კუნძულზე კი 4 წელზე მეტი აღარ ყოფილვარ. ჩვენი სახლები ერთმანეთის პირდაპირ დგას. მართლა? შეურიგდი გოგო შენც ვისამოსვლა შეცდომა. უჰარა მაქვს ამათი თავი. სანდრო, მოდი ბებო, მზად არის შენი ბუტებროდი. მადლობა. ბებო, როგორ გამახარე ჩემო სიცოცხლე. აი უკვე დაგეტყო, დიდი ბიჭი ხარ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. ოჩახ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. აგერ კარს მოგადგა მისაღები გამოცდები, უნდა ადგე ადრე, რომ მოასწრო ყველაფრის გადამეორება. თან ესენის დილიდან ყველანი მიდიან და სახლში სული სიწყნარე იქნება იმეცადინე. მე თუ დილიდან მეცადინეობას დავიწყებ, მერე შერაღა გეშველება. შენ საყვარელ სერიალებს ხო ვეღარ უყურებ? მე რას ამბობ, ოღონდ შენი მეცადინე და სერიალებს საერთოდ არ შევხედავ. დაურეკავ მერის და დაწვრილებით მომიყვება ყველაფერს. სულაც არ მჭირდება ყურება. ოღონდ შენი მეცადინე და ისე საიდან მოიტანე რომ მეცადინეობას ვაპირებ? აბა? დღეიდან მუშაობას ვიწყებ, ბებო. მუშაობას. მეხუმრები ხო? არა, მართლა გლოვოზე. რა, ახლა არ გადამრიო. დიახ, ასე რომ შეიძლება ზოგჯერ თქვენს გამოძახებულზეც მოვიდე აქ. კი, მაგრამ როდის უნდა მოასწრო თან მისაღები გამოცდები, თან მუშაობა? არსად ჩაბარებას არ ვაპირებ წელს. რა, რატომ? იმიტომ რომ ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მინდა. შეიძლება სულაც არ მინდოდეს უმაღლესში სწავლა. რებს ამბობ, სანდრო? შენმა მშობლებმა იციან? დიახ, რა თქმა უნდა. კაი, გავიქეც, დიდი მადლობა. მე ხომ სადარდებელი არ მელევა რა. ბებო, მე ჩავაბარებ უმაღლესში. შენ თუ ასე ძალიან გინდა. წავედით. აბა ერთი კვირით გამშვიდობები. და მალე გაიგებთ ახალ ამბებს. შამი თათრი კარავიდან.